მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დღეს საშუალება გვეძლევა მოვისმინოთ ძალიან საინტერესო ლექცია, სემინარი ისეთი თემის შესახებ, როგორიც არის სიცოცხლის წარმოშობა. მომხსენებელი გახლავთ, ვინც არ იცნობთ, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ბესიკანკია, რომლის როგორც მკვლევარის სახელი ასევე უკავშირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტს და აქვე დავამატებ, რომ კი იყო ინფორმაცია, მაგრამ ორი ლექცია იქნება, მეორე იქნება ხვალ ამავე აუდიტორიაში, ოღონდ 4 საათზე. დანარჩენს თვითონ ბატონი ბესო მოგვახსენებს. მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და შემოგვიყვება რა ვცხოვრობთ. ესე იგი, რატო ვკითხულობ ახლა ამ ლექციას, როგორც ვამბობდი, რომ შარშან წავეკითხე ლექცია. შარშან დაფუძე და აი ეს ლექცია YouTube-ში დევს და მას ჰქონდა საოცრად დიდი ინტერესი. და სწორედ მაშინ გამიშთა ეს იდეა, რომ იქ ხალხი მეკითხებოდა, რომ აი როდის ჩამოხვალ კიდევ უფრო მარტივად როგორ აღახსნით ამაზე რაღაც ამდაგროს და ვიფიქრე, რომ სწორედ ამ ორ ლექციაში უფრო გასაგებად გამიკეთებია ეს, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი თეორია, როგორ წარმოიშვა სიცოცხლე, რომელიც მართლაც მაქსიმალურად თითქმის ყველა პრობლემას, ყველა დიდ შეკითხვას პასუხს სცემს. როდესაც ამ დროს დღევანდელი თეორია, რომელიც არის თეორია არის RNN-ის სამყარო. ის პრინციპში ერთადერთი თეორიაა, მაგრამ მართლაც ვერცერთ შეკითხვაზე პასუხს ვერ იძლევა. ამას თვითონაც აღიარებენ, ვინც ამ სფეროში არიან, ძალიან პრობლემატურია, მაგრამ როგორც თქვენ კვადრუპლექსები დიწყებს პროცესს, ესე იგი ყველაფერი ძალიან გასაგები ხდება. ეს არის ჩემი თეორია. და მაგრამ დღეს მე ამას პირველი ლექცია გვექნება ჩვენ ბიოლოგიური ინფორმაციის წარმოშობაზე საერთოდ, იმიტომ რომ პრინციპში მართლაც ეს სიოცხლის დაწყება არის პირველი ინფორმაციის გაჩენა. იქამდე დარვინიზმი არ იწყება. ესე იგი ბერძგონია შეიძლება რაღაც მეტაბოლიზმის თეორია, მეტაბოლიზმ first რაღაც ეს თეორიები, მაგრამ სანამ ის ინფორმაციის შენახვის მეთოდი არ ჩნდება, იქამდე დარვინიზმი არ იწყება. იმიტომ რომ ეს შენახვის მეთოდი, რომელიც ჩვენ გადაეცემა და საშუალებას იძლევა რაღაც ფუნდამენტზე დავჭდეთ, რომლის შემდეგ გაუმჯობესება შეიძლება. და ის ფუნდამენტი არ დაგვაიწყდეს. ამიტომ პირველი არის თავარი არის ინფორმაციის შემოსვლა და ინფორმაციის შენახვის მეთოდი. მაგრამ ესე იგი, როდესაც ვერ ყვევოდი ამ ინფორმაციაში საინტერესო რაღაცებს მივხვდი, მაგალითად აი თველი მოლეკულური ბიოლოგიის ფუნდამენტად აი ხელშეუხებელ ჭეშმარიტებად ითვლება კრიკის ცენტრალური დოგმა. და ეს პრინციპში ეხლა შევეცდები აგეცნათ, რომ არასწორადაა შედგენილი და ამიტომ დღეს მე ამაზე ლაპარაკი და ხვალ უკვე კონკრეტულად შევადარებ ჩემ თეორიას RNN-ის სამყაროს პირდაპირ. ესეთი აი ეს კაპარულია პრინციპში აი გენეტიკის საფუძველში ესეთი ორი ცალი დაშვება, რომ ცილას შეუძლია გენეტიკური ინფორმაციის მიღება, შენახვა და რომ მეორე ინფორმაციის შესანახად RNN-ს შეიძლება მინიმუმ 2 მონომერი. ეს უნდა იყოს მაინც GNC, ან თქო ჩვენ გვაქვს DNM-ში 4, მაგრამ 2 მაინც უნდა იყოს. ამას კრიკი თავის სტატიებში წერს და ეს არის თვითონ რა თქმა უნდა ხედავთ, ეს არის ფრენსის კრიკ, რომელსაც ეს არის DNM-ის ორმაგისპირალი გაშიფრა და შემდეგ არ მარტო გაშიფრა, აი ეს არის მოლეკულური ბიოლოგიის საფუძვლის შექმნა. და იმიტომაც ვქვია მას ეს კრიკის ცენტრალური დოგმა. და აი კვადრუპლექსის სამყაროს ამ ჩემ თეორიას გზა ეხსნება რეალურად აი ორ ცდარ დაშვებას თუ გამოვასწრებთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრს აი ამასთან შეგვიყვება კი არ უნდათ, რომ ინფორმაცია შეიძლება შეინახოს ჰომოპოლიმერმა. და ეს ორი მაგაში საკუთრივ ჩემი თეორიის თავი საფუძველი არის, რომ პოლიგონი შეუძლია პოლიგონი ციტოზინის გარეშე უკვე ინფორმაციის შენახვა. ეს არის დოგმა. ეს არის კრიკმა ჩამოაყალიბა 1958 წელს, მოგესალმებით, მან 53-ში ორმაგისპირალი გახსნა, 55-ში უკვე ჩამოაყალიბა. ეს მან ატო ჩამოაყალიბა, კიდევ რომ მას უნდა გზააჩვენებია ექსპერიმენტატორებისთვის, რომ ეს ინფორმაცია როგორ გადაედინება ბიოპოლიმერებში, რა ეკეთებინათ, რა. ეს მაშინ მას დაუბესტია, მან რაღაც ბროშურაში გამოსცა რაღაც სიმპოზიუმზე და იდეა რა შეიყო, ეს ამბობს, რომ DNM შეუძლია ინფორმაცია რეპლიკაციით DNM-ში გადავიდეს. გენეტიკური ინფორმაცია ასევე DNM-იდან გადადის RNN-ში, მან ამას ტრანსკრიფცია უწოდა და შემდეგ RNN-დან ეს გენეტიკური ინფორმაცია გადადის პროტეინში და ამას ტრანსლაცია უწოდა. და ეს არის შესაბამისი რა. ეს არის ტრანსლაცია. RNN-ს აქვს თავისი ენა, მაგრამ პროტეინს არ აქვს. ამაზე ვილაპარაკეთ. და საინტერესო რა იყო, რომ შემდეგ
1970 წელს აღმოაჩინეს დეტროინმა და ბალტიმორმა გასცეს უკუ ტრანსკრიპტაზე, reverse transcription აღმოაჩინეს. აი მაგალითად HIV-ის და გონი COVID-ს რეტროვირუსებს ყველას თავისი ენზიმი მოაქვს, ძალიან სპეციფიური, რომელსაც შეუძლია RNA-ის გადმოწერა, ინფორმაციისა RNA-ში გადაწეროს DNA-ში. და შემდეგ ჩააყენოს ჩვენს გენომში და დაგვაავადოს, ხო? რა თქმა უნდა, მათ ნობელის პრემია მიიღეს და მაშინ დაწერეს მათ, რომ აი ტკბილს შეეშალაო, კაცო, ტრიკმა ესეც ხოლმე, თუ ესეც შეიძლებოდა და გაღიზიანებულმა ტრიკმა მოკლედ სტატია დააბეჭდეთ, რომ თქვა მან რომ პრინციპში მე არასოდეს არ მითქვა სწორიც არის, მას ეს არ უთქვია, მან უბრალოდ თქვა რა მისები დაჩვენა შესაძლებელი გზები. კაცო, შედეგად probable. და ამბობდა რომ შესაძლებელი ყველაფერია და ამბობს არა აქ, ამას ამბობს აქ რომ RNA-დან შეიძლება RNA-ში გადავიდეს, DNA-ში და ცილეში შეიძლება ინფორმაცია შევიდეს და გამოვიდეს ცილით. ეს არის თავი დოგმა ეს ამბობს. მაგრამ ბუნებამ აირჩია სწორედ ეს, რომ თქვა პროტეინიდან უკვე აღარ გამოდის ის ამბობს, ინფორმაცია უკვე აღარ ბრუნდება DNA-ში. მაგრამ პროტეინში ეს ამბობს ინფორმაცია შედის, სწორედ ეს არის სწორი. პროტეინის ინფორმაციის მიღება არ შეუძლია. ეხლა ეს როგორ მოჩანს კიდე რომ ხო აი ეხლა საინტერესოა თვითონ როგორ განმარტავს ამ ინფორმაციას გადასვლას, იმიტომ რომ ინფორმაციაზე რომ ლაპარაკობთ, უნდა ველაპარაკოთ აი ინფორმაციის პრინციპში ორი მეთოდია ამოცნობის ანალოგური და ციფრული. ალბათ იცით ახლა თქვა კომპიუტერი ციფრულზეა, ხო, ნომერებზე და ერთებზე, მაგრამ ანალოგური შეგვიძლია ჩვენ მთლიან თქვა ობიექტს ხედავთ, აი მაშინ ამაზე ველაპარაკეთ კიდე, მაგრამ ის ამბობს, ეს რაც ახლა ამბობს ამას რომ აი the arrows represent the flow of detailed residue sequence information from one polymer to another. So, მაგას ამბობს, რომ გენეტიკური ინფორმაცია ღებულობს პოლიმერი თუ მას შეუძლია გადასცეს სხვა პოლიმერს და პროტეინს ეს არ შეუძლია. პროტეინი გავს სალაპარაკო ენას თითქოს მაგათ გავს აი DNA-ში გაქვს 4 მონომერი, ხო? G, C, A, U. წრფეზე დალაგდება ყველაფერი, აი ქართულენში ენა, ნებისმიერ ენა ციფრულია. ჩვენ გვაქვს 33 სიმბოლო. ციფრული რატო არის? იმიტომ რომ ვთქვათ, 20 განსაზღვრული სიმბოლოები. ჩვენ ლაპარაკის დროს არ ვთვლით, ხო, შეიძლება 33-ია. ლაგდებიან ტრფეზე, რომელიც არ განიტოტება, მიდის წოფივიანო და ლაპარაკი მიდის მარჯვენა მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ. თორსა პირი შევასო. და ეს არის ხო, მაგრამ ჩვენ ამავე დროს ენას რატო არის ალფაბეტური ენები ინფორმაციის შენახველი, რომ სხვა შორის ეს ვაკეთ ფინიკელებმა გააკეთეს თითქოს 3500 წლის წინ. იქამდე იყო ინფორმაციის შენახვა იყო ანალოგური. იეროგლიფებით იყო, ნახატები იყო, თქვა ვაშლი ახატა, ხო? და იცოდი ვაშლი, აი ვაშლი შეესაბამებოდა აი რაღაც ფილს. ნახა ის ინგლისურენში Apple არის, ხო? ეს პირობითი იყო, მაგრამ ფინიკელები მივხვდნენ რომ განვითარებული შეძლებოდა ენაში თქვა მეცნიერული იდეები შეენახათ, აბსტრაქცია გადმოიჭრა როგორ გინდა დახატო კონსტიტუცია თქვა ან ფილოსოფია, ხო? მიიგრძნეს რომ განვითარებისთვის სჭირდებოდა მათ უკვე ახალი ტიპის ციფრული სისტემა შემოიტანა და მათ შემოიტანეს ესე იგი ყოველ ბგერის ნახატთან შესაბამისობა. აი მაგალითად ვაში არის V შესაბამება იმ ნახატს, ხო თქვა რა პირველი ხო, ხო? აი P შესაბამება ამას, I შესაბამება ამას, რა? და ჩვენ გვაქვს 33 ნიშანი. და სწორედ ციფრული ენა იმიტომ არის რომ მას შეუძლია ხმოვანი ბგერების პოლიმერის გადაწყობა დაწერილზე ნახატს. და ეს ნუკლეინჟელს შეუძლია, იმიტომ რომ ნუკლეინჟელს შეუძლია გუანის ციტოზინის შეუფრამოს, ადენის ურაცილი. და ცილას ეს არა, ცილაში რო შეხედათ, გეჩვენება რომ ცილად სალაპარაკო ენას ამიტომ, აი როგორც ქართული ენა იყო 33 ცილაში და 20 ამინომჟი აქვს. ყველანი პრეზენცია. რატო და აი კაცარებს. და ამავე დროს ყველაფერი მიმართული არის, ენიდან წესკენ მიმართულება აქვს. აბსოლუტურად ენას გავს. მაგრამ ამოცნობი არ აქვს, აი მაგრამ ცილის ამინომჟებას, მაგრამ გლიცინს სხვა ვიღაცა ვერ ამოვისურვებს. აი როგორც რომ ბგერასა და იმას შორის აქია ნიშანს შორის არ არის კავშირი. აი ესე რომ კავშირი უნდა ქონდეს, მასაც არ აქვს, ესე იგი ამოცნობის მეთოდი არ აქვს. ამიტომ აი ეს თუ ვამბობთ აი ამას რომ აი ეს არის translation, ეს არ არის translation, ეს არის აბსოლუტურად შეცდომით დარქმეული. Translation რა თქმა უნდა ყველას გვესურვებს თარგმნა. და კრიქსას ეგონა და მაშინ თვლიდან ეტყობა რომ არსებობს სალაპარაკო ენა როგორც ალფაბეტური RNA-ის, ალფაბეტური პროტეინის და მათ შორის არის ეს ლაპარაკი. ამით მაგრამ ეს ლაპარაკი არ არის, ეს არის ექსპრესია. ეს რომ წავშვა დავარქოთ ამას ექსპრესია.
ეს იქნება სწორი დოგმა, რა უბრალოდ დოგმას გაჩვენებთ ახლა ერთ minutში. ხო, მაგრამ ეს საინტერესო სტატია, მინდა დრო შევხედო ძალიან. რაცულია. ხო. ხო, აწუთიკა, ხო. იცით, ხო, ახლა მე ახლა მას გიყვებით და რომ არ გეგონოთ რომ დადგმილებს, რა სტატია მოვიყვანა. ეგ არის 14 წელს ჩამოტარებია კვლევა გამოიკვლის სტუდენტები. რა როგორ ესმით კრიკის ეს მოლეკულური ბიოლოგიის დოგმა, როგორ ესმით მათ. და ჩაატარეს კვლევა ამერიკის არწერენ პირდაპირ უნივერსიტეტს არწერენ ჩრდილოეთ ნაწილში ყოფი აიწერენ პირდაპირ large private school 15,000 სტუდენტი ყავთ მარტო მოლეკულურ ბიოლოგიას სწავლობს. იგი medical school ყველგან ასწავლიან. ეს რაც თქმა არის ან ჰარვარდი, ან სტანფორდი, ან რაღაც ეგეთი უნივერსიტეტები, სტანფორდი არა, სტანფორდი. Ivy school, Ivy League-დან არის ესე. ესე ჩაატარეს 15,000 ეკა ორი პატარა school 2000 და კიდე ასევე ერთი საშუალო ზომის სახელმწიფო უნივერსიტეტი 7,000 სტუდენტს. და აქედან 36% საერთოდ ვერც გაიგეს რაზეა ლაპარაკი. 36% გონია რომ ეს ის არის შესაძლებლობა ქიმიურ გარდაქმნას, რომ დნმ-ში და რნმ-ში განსხვავება ისეთ არის, რომ ერთი აერონის შაქარში გაქვს ერთი ჟანგბადით მეტი განსხვავება არ არის, მაგრამ გონია ეს ქიმიური გარდაქმნა საერთოდ. და დანარჩენს ეს არის. და პირდაპირ წერენ ესენი რომ ვერ უჩნით რა, ვერ აგებია სტუდენტებს, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ სწორედ იმიტომაც რომ არასდროს არ შედგენია. და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ იქ ამერიკის Ivy კოლეჯებში თუ სტუდენტებს ესეთი პრობლემაა, ესეთი სხვაგან რა უნდა იყოს, არა? და ასევე თვითონ ამბავია კიდე რომ იგივე როდესაც ლაპარაკობენ დნმ-დან ესე ინფორმაციის გადასვლაზე აჩვენებენ აი ამას. და როდესაც იწყებენ gene expression, ესე იგი ინფორმაციის ექსპრესიაზე ლაპარაკს, ზუსტად იგივე მას აჩვენებენ სქემას. იმიტომ რომ ეს შეიცავს უკვე ეს არის ექსპრესია. ეს არის ინფორმაციის გადასვლა, ეს არის ექსპრესია უკვე. და აი ესაც ამბავია რომ სხვადასხვა პროცესს ზუსტად ერთგვარი სქემატიკით აჩვენებენ. სტორიქსა იქნებოდა რომ აი ესეთი რაღაც აჩვენებია, რომ აი იყო თავიდან სტორიქსა რაც თქმა უნდა ამაზე ორ სპირალში ჩვენ იცით რომ გავხდეთ ინფორმაციის მატარებელი ჯაჭვი და გაქვთ მეორე რომელიც ამას ეხება, მაგრამ მეორეში ინფორმაცია არ დევს, მაგას უძახიან anti-sense, იმიტომ ის უაზროა. ორმა ესეკეთება ორ სპირალს, რომ ამას გარდაქმნას არაკეთებ უნდა იყოს უკაცრავად. გარდაქმნა უნდა იყოს აი ერთი ჯაჭვიდან, რომელსაც ქვია sense, აზრიანი ინფორმაციის მატარებელში, გადაწყობა anti-sense-ში. და შემდეგ უკან ესე დნმ-დან გადაეწყობა anti-sense-ში და anti-sense-და გადადის RNA-ში. და უკვე RNA-დან რიბოსომას ექსპრესიის კეთება შეუძლია. აი რიბოსომა და ის ინფორმაციას არატარებს. რიბოსომა დაახლოებით პრინტერს, აი თუ კონდექს სამგანზომილი პრინტერი რომ ამობეჭდავს რაღაც გააკეთებს, რაღაც ობიექტებს, იმაში ინფორმაცია არდებს. და სწორედ პროტეინი არის, ესეც მაშინ ინფორმაცია შემოდის ახალი ინფორმაცია, ანალოგური. პროტეინს ამოიცნობს ანალოგური ინფორმაციით, მაგრამ ლაპარაკი იმაზე რომ ეს გენეტიკის რასაც კრიტი ლაპარაკობს, ეს არის ის არ ამბობს თვითონ როგორც არიხსენებს როგორც ციფრული ინფორმაცია, ეს ამბობს genetic information. მაგრამ ყველა და გაგებდეთ წაიგდოთ ხდებით ის ლაპარაკობს, ხედულობაში აქვს მხოლოდ გენეტიკური ისა, ციფრული ინფორმაცია, ანალოგური ინფორმაციაზე ასაუბრებს. ხო, აი მეორე საერთაშორისო გითხარით, რომ ის ამბობს აი თავის სტატიაში ეს მნიშვნელოვანი სტატიაა. აი ეს დღეს ორიგინალ გენეტიკოსაც განიხილავს ის როგორი შეიძლება ყოფილიყო მარტივი გენეტიკური კოდი. იმიტომ რომ გენეტიკური კოდის გარშე სიცოცხლე არ იწყება. თავარი გაცოცხლული სიცოცხლეს არის პინცში თუ გაჩერდა რიბოსომა და გენეტიკური კოდის უკვე სიცოცხლე. იქამდე ეს უაზრობა უბრალოდ. და ის ამ ცდილობს თქვა და იქ აპირდაპირ ამბობს ამას, რომ the only strong requirement for the primitive nucleic acid is that it should have been easy to replicate and that it should have consisted of more than one base. ესე იგი, ერთ ნუკლეიდზე მეტი უნდა იყოს, რომ ინფორმაცია შეინახოს. სხვანაირად ინფორმაცია ვერ შეინახავს, მაგრამ ხაზი გადაუშვა გზა დაუკედა ჩემ კვადრატულ თეორიას. და სწორედ ამის გაჩვენებს, რომ პრინციპში პოლიგონის შეუძლია ინფორმაციის შენახვა. და იქიდან დაწყება იმის რა. და ეს იდეა სხვა შორის მოდის იმისგან. შროდინგერისგან. შროდინგერი იცით ეს არის მამა კვანტური მექანიკის, ხო? და იმას სოციალიზმის ბოლოს სამუშაო აინტერესებდა ეს ბროშურა დამეშვა სხვა შორის რომელიც დღემდე იკითხება. What is life? და ის იქ ამბობს, რომ სიცოცხლე უნდა შეამბობს, რომ ესე იგი სიცოცხლე ალბათ კრისტალებიდან წამოვიდა, მაგრამ უნდა ყოფილიყო აპერიოდული კრისტალი, ესე იგი
ის არ უნდა ყოფილიყო, რა ქვია, სიმეტრიულობა. იქ რომ ისეთი მაგალითად მოყავს ის ამბობს, რომ შპალერში არის ერთი დიზაინის ბევრჯერ გამეორება. ეს არ არის ინფორმაცია. ის ამას ამბობენ ქსოვილებში აკეთებენ რაფაელის იმას თუ აკეთებენ გობელენს, იქ არის ინფორმაცია. იმიტომ იქ არის აპერიოდულობა. და ეს პირდაპირ შეგვიძლია აიგეს პირველ ეს არის წერილი მუზეუმში დებს. სადაც ტრიკი წერს იმას, რა ქვია. შროდინგერს. და ეუბნება რომ აი მე და ვაცნობ გაირკვევა რომ ძალიან მოგწონდა თქვენი წიგნიო და ეხლა აღმოაჩინეთ რომ მოლეკულაო რომელიც ძალიან შეესიტყვებაო თქვენს ამ აპერიოდულ დნმ კრებულობაში. ესე იგი ამიტომაც ეს თქმამიდა რომ ის რომ კრიკი ესე ხაზგასმით უშვებს ამბობს რომ აპერიოდულობა აუცილებელია რომ ორი ნუკლეიდები მაინც უნდა იყოს ინფორმაციის შენობას მისი ფესვები მიდის შროდინგერთან პრინციპში რა. და ძალიან ხარაძის ამას უყვები ხოლმე გეთახმებიან თვითონ სწორი ვარ, მაგრამ ძალიან უჭირთ იმის გაგება რომ შეიძლება ჰომოპოლიმერს შენახოს ინფორმაცია. ხო და ჰომოპოლიმერი ინახავს ინფორმაციას. აი ეს არის ჩემი მოლეკულა კვადრუპლექსი, რომელიც ადრე ყვებოდი, მაგრამ საინტერესო რა არის თქვენ თუ აიღებთ G15-ს, მას აქვს მხოლოდ ერთი დაკეცვის მეთოდი. ეს არა მარტო ჩვენ ბევრ ლაბორატორიაში ნაჩვენები. ესე იგი ეს რა არის, რომ პოლიგონის თქვენ თუ აიღებთ, თქვენ უკვე იცით ის როგორ დაიკეცება. და ბიოლოგია სწორედ ეს არის, თქვენი პოლიმერში ჩაგებული პირველადი თანმიმდევრობის მიხედვით მესამეული სტრუქტურა როგორ იკეცება და რომელსაც შეუძლია რაღაც ფუნქციის გაკეთება. ცილა რა არის? ეს არის რაღაც თანმიმდევრობა, რომელიც ღებულობს იმ სპეციალურ ფორმას, რომელიც შემდეგ ფუნქციას შეასრულებს. აი მაგალითად ჰემოგლობინი უნდა შეერთოს ის ჟანგბადი, ხო? თუ ვერ იერთებს, ის უკვე ცუდია ინფორმაცია, მაშინ აღარ დაგუჭებულია ინფორმაცია. ვერ იერთებს იმას, რომ ვერ ასრულებს այս მოვალეობას. მაგრამ ეს ამაზე ხოლმე დეტალურად ვილაპარაკებ, ეს ნამდვილია. თქვენ რო დააგზავნოთ ეს მოლეკულა ის სხვა რაღაცას კი არ თვლის, ზუსტად მეტად სტაბილურად აკეთებს იგივე, თქვათ, თუ გაქვს 30 ნუკლეიდი, აკეთებს ზუსტად ორ დომენს. ახალ ამ მილიონზე ბევრჯერ გაგიკეთებს ამ დომენს. მუდამ არის ესე იგი ცალსახად განსაზღვრული აი ესეთი ისა დაკეცვის მეთოდი. და ეს არის პრინციპში პირველი ინფორმაცია, რომელიც ეს როგორც მე ვამბობ ამაზე ეს ძალიან ასე უჩანს პირი, რომ ეს ორი მე თამაშობს პროტოტერენების როლს. TRNM მოგესმენთ ტრანსპორტული RNM ეს არის აი გითხარით რომ რიბოსომა არის თავარი ცხოვრების ფუნქციონალური ნაწილი და მასში ყველაზე თავარი არის TRNM. TRNM გადაყვანი ნუკლეუსებიდან ცილაში. და თუ გადაყვანი არ აყავთ იქამდე აზრის არ აქვს ლაპარაკს კეთებაზე, ხო? ეს არის და ეს საფუძველს უყრის იმას პირველ TRNM-ს რა. პროტოტერენმ. ხო აი ბოდამ სტალი დაშორების მიზეზი რა უნდა გქონდეს იცით ინფორმაციის წაკითხვის ამოცნობის არსებობს ანალოგიური და ციფრული მეთოდები. ის ჩვენ გვაქვს ენაშიც ბიოლოგიაში ყველგან. და ამაზე კრიტიკა არ ლაპარაკობს. და ასევე რომ ნებისმიერი ინფორმაცია ბიოლოგიური ჩათვლით შეიცავს ორ კომპონენტს, კომუნიკაციას და ასევე ფუნქციონალს, მიზეზობას, ხო? შეიძლება ინფორმაცია გადაიცეს და შემდგის გამოიყენოთ. აი თქვა შეიძლება მოხედით თქვენ და თუ რაღაცა კარგს ისწავლეთ ცხოვრებაში გამოგადგებათ, ეს გამოდგება მიზეზობრივ შედგა. იგივე ნებისმიერ რაღაცაში ჩვენ უნდა იმაზე გვაქვს ლაპარაკი, რომ რაღაც ჩვენ ფიქრობთ ინფორმაცია მივიღოთ, ზოგადად რომ აი გამდიდრეთ, ან ჯანმრთელები ვიყოთ, რომ გავეცეთ იმას, აქ თერმოდინამიკის კანონებს, რომ ინტროპია იზრდება და ჩვენს ხელში ჩვენ ვერ ვძვით ამას გული ფეთქავს, არა? ჩვენ მხოლოდ ბუნებაში შევდივართ, წონასწორ მდგომარეობაში ვერ ვწოდებით. და სხვანაირად ჩვენ ანატომიურ მდგომარეობაში, რაც მეტი ფული გვაქვს, უფრო შორსავთ ამ წონასწორ მდგომარეობიდან. და ესე იგი რომ თუ სამსახურს დაკარგავ აი მე მანქანაში ცხოვრობ, თუ მანქანას დაკარგავ, მე ქუჩაში გაცივდები და ბოლოს მოვხდები, მაგრამ ამიტომ თუ ბევრი ფული გაქვს, ეს რაც შეიძლება გვიან მოხდება, ხო? პრინციპში ეს არის, ხო, რამდენი ჩვენი ისა ბიოლოგიური ყველა მარტო ჩვენ არა ცხოველები სულაც გაურბიან, რომ ჩამოვდა გამბოლდნენ, რომ გაიხსენ თერმოდინამიკის კანონებს. ხო, და რა სადაც პირო კრიტიკის ხედულობაში აქვს ეს genetic information-ს აქვს, მაგრამ რაც მომდა ეს ლაპარაკობს ციფრულ ინფორმაციაზე. ბევრჯერ წავიდეთ სხვა წიგნიც აქვს. ასეთ ანალოგიურს არ მოიხსენებ და არც ხედულობაში არა. რა თქმა უნდა, მაგრამ იცის რომ ცილებს აქვს რაღაც სხვა ტიპის ინფორმაცია, არ ლაპარაკობს ამაზე არის. ხო, ამიტომ ცადე ჩემო ძალიან გიზა გამიგზავნა ლექსია, მაგრამ ინფორმაცია საერთოდ ეს არის არაჩვენო სხვადასხვა სფეროებში, ერთ-ერთ სფეროში მომუშავე ხალხს სულ სხვადასხვანაირად ესმის. ზოგადად ამბობენ კიდეს რომ თუ რამე არ გესმითო და არ გით ინფორმაცია მაინც არ არის არავის და ჯანდაბა ჩაყარეთ რომ
როგორც გაუგებარი რამ. მაგრამ ინფორმაცია შეიძლება დამატებად ისე გამოვარდოთ ჩვენ, რომ ეს არის რეალობის აწყვოსა და მომავალს შორის მიზეზ შედეგობრივი კავშირის დამოყალიბებული რეცეპტი რა. ეს არის ყველაფერს მიუდგება. ეს ამაგერად აი რაც გითხარით, თუ თქვენ დღეს ცდილობთ რომ მიიღოთ რაღაცა წონა, რომ ხვალის გამდიდრეთ, არა თქვა რაღაც გაიგოთ, თქვა დონზე ცხელები მირბიან და ის ნომერი ამოისურვოთ, რომ თქვენ პულს მოგატანიეთ, არა? ეს არის ინფორმაცია გინდა, ხო? არის ზოგიერთი იყიდება ეგა, ხო? ჩაწყობილიც არ თქვა იცი, რომ 7 ნომერი გაიმარჯვოს. ეს ინფორმაცია თუ გაქვს, პულს შოულო. ეგ არის თავი, ხო? ესე იგი მიზეზობრივი შედეგობრივი კავშირი ყარდება. ეს მარტო ისე რომ ის ცხელი მოიგებს. ამერდოს პულსაც დავდე და ფუნქციონალურ რაღაცას მოვიგებ, რა? მაგრამ ფიზიკაში ხო სკოლაში გვასწავლენ, ესე იგი თუ გაქვს ორი თქვა ნაწილაკი, იცით სიჩქარეები, ვექტორი, მიმართულება, დაჯახების შემდეგ ესენი საერთოდ ყველაფერი იცით. ესე იგი რეალურად კვანტურ მექანიკაში და ყველგან ეს ინფორმაცია არ იკარგება და ჩვენ მუდამ შეგვიძლია განსაზღვროთ, თუ წინა პირობები ვიცით. ამიტომ ბევრი ნორმალურობა დიდი აფეთქების დევს რაღაც ინფორმაცია აშკარად, რომელიც განმარტავს თუ როგორ კეთდებიან ეს ელემენტარული ნაწილაკებისგან პროტონი, ნეიტრონი, შემდეგ ეს პროტონი, ნეიტრონი აკეთებენ პერიოდულ ცხრილს, პერიოდულ აკეთებენ ეს უფრო ატომური ჯგუფები, მერე უკვე ეს ნუკლეოტიდები და პოლიმერები და ჩვენ აგერავთ მათი გაგრძელება რა. და ამიტომ ყველაფერში წინ დევს რაღაც ინფორმაცია, ყოველ ეტაპს წინ რაღაც ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრავს შემდგომს. და ძალიან ხშირად ეს ყველაფერი დეტერმინისტური. თავდაპირველად იმამდე რა ქვია. ვაი ჩამოვწეროთ ახლა ესე. ესე იგი რაც ჩვენ არ ვიცით ახლა ეს ყველაფერი ფიზიკოსებმა ყველაფერი კარგად ახსნეს. ეს ყველაფერი ვიცით. ესე იგი გარკვეულ ელემენტარული ცხრილი ეს პერიოდული ცხრილი, რომელიც ზისაკა, სხვა რამე არ კეთდება. ის ელემენტარული ნაწილაკები რას ნიშნავს? აი რაც არის აქ მაგათაც. ელექტრონული პროტონი. არა, აი ესე იგი უკვე ის არის. იმ რას უძახიან თასო მიკა ემერებს აქია. ნიუ რაღაც 1000 არის სახელმწიფოს. ხო, კვანტები ბაბა. ნიუ ხო. ეს ცხრილია, სამომიტანია გამტაცუარი. ხო, ისე მითალი ცოლება როგორ კეთდება ეს კვანტებიდან ნეიტრონი, პროტონი, ყველაფერი ცხრილი არსებობს მაგის. ეს დეტერმინისტურია. მერე გადმოდის მოდიხარ დაკა, ხო? ეხლა თქვენ აქ ვერაფერს ვერ შეცვლით. აქ ფაქტი თუ ჩააკეთოთ რაღაცა ამ ორ ელემენტს შორის ვერ ჩააკეთეთ პროტონის ცვლიანობაზე აგებული, ხო? ეს არის დეტერმინისტური. ვინც თუ რაღაცამაც პირობები ჩადოლა დიდი აფეთქების წინ, იმან უკვე იცოდა თუ ეს მოხდებოდა. ეს პროტონები, ნეიტრონები, ელექტრონები ცოცხალ უჯრედებად ითვლება? არა, ცოცხალი უჯრედები აი რაღაც გზა. აი ეს ხო, ამას ამერისგან კეთდება ესენი, ხო ხტებით ხო? აქ და ფიუსერებს იძენენ ესენი, ხო? ამათ აქ და კვანტური ქიმია შემოდის, ამას გაჩვენებთ ახლა. მერე ვალენტობა ხდება. ვალენტობიდან ხდება ამას ღებულობ. თქვენ აშწრი ოშება მიიღოთ. თუ ძალიან ცოტა ხნით, მაგრამ დიდად ესენი. თუ სხვანაირად არ ღებულობ, თქვენ აი C აშკუც არ ღებულობ, იმიტომ რომ ვალენტობა განდაკავს ამას. ამის შემდეგ უკვე ეს ნაჩვენები იყო, რომ მაგალითად არის ეს მილერზე ურეს ექსპერიმენტები, სადაც აი მოლეკულებისგან აკეთებენ ამინომჟავებს, შაქრის, ფოსფატის, ესე ყველაფერი კეთდება. და შეკითხვა, წარმოშობის ეს ორი რომ აქედან როგორ შეიქმნა პირველი პოლიმერი და როგორ შეგვიძლია ამ პოლიმერმა ინფორმაცია როგორ წამოიღო. ეს არის შეკითხვა, თორე ესეც გასაგებია ყველასთვის, ეს the last minus ლუკა. ეს ისიც რა 4 მილიარდი წლის წინ უკვე არსებობდა ეს პატარა ბაქტერია, რომელსაც უკვე დებოსომა ჰქონდა. იმის საკითხი ყველაფერი ვიცი. შეიძლება მაგიდან წყალი მოვაშოროთ და ისე ხდებოდეს დანარჩენი ყველაფერი. არა, თუნდა. წყალი არის ამ ყველაფრის ისაა, ჩვენ ვარ წარმოუდგენელი წყალი. მედიუმ, მედიუმია ხო? პოტიში ეს რაღაცას გეტ. ელექტრონი ელემენტარული ნაწილაკი არის, უბრალოდ მაგერად. ელექტრონი? ხო. სწორედ, კი ბატონო, კი, ავი არ შევაგინე, ხო. მოცა ელექტრონი, ხო, ელექტრონი, აბსოლუტურად სწორად კი. პროტონი და ელექტრონი ნეუტრონი არიან გაკეთებული უკვე, ხო, სწორედ, კი. აბსოლუტურად სწორად კი. მოკლედ აი ეს არის 4.2 მილიარდი წლის წინ უკვე ეს ლუკა შექმნილია, ლუკას აქეთ ყველაფერს დარვინიზმი ხსნის და აი ეს რაღაცა გასახსენებია, იქაც ფიზიკოსები ყველაფერი ახსნეს. ეგ კიდე არსებობს. არა, ეს არის გენო, რას უძახიან? ფენოგენეტიკ. არა, იმით არის, მაგრამ ამაზე არ დაკამათოს. ვიცი, იმიტომ რომ არსებობს მარტივი ბაქტერიები, ეს პროკარიოტები, რომელსაც რიბოსომები აქვთ მარტივი. ჩვენ გაჩერებს თულიკოს. ისინი ჩადიან პირდაპირ არის სტატებსა ნაჩვენებები რომ პატარავდება ესე და
ის როგორ უნდა ყოფილიყო პრინციპში იციან, მაგრამ ცოცხალი ეგეთი ლუკაშენ არ აქვს. ფელო ზუკა მოდელი არა ეს ჰიპოთეზა. ეს არის ვარიანტი, ხო, პირველი ვარიანტი ხო, გასვამო, რა ის მიღებულია phylogenetic rate რა ვაკეთებენ, ხო. ხო, აი ეს მომენტი და აქ მეკითხები ელემენტები, ხო, თუ გაქვს ერთი პროტონი, იმანიცის ელექტრონს არ დააშლის და ღებულობთან. ამაზე თანასწორ ორი ელექტრონს ეკონდოს გაქვს ეს. ეს არის დეტერმინისტური, სხვა სვერაფერს ვერ აკეთებ. ასე აგზელება თქო დამოდგო, აიღოთ აქვე ნახშებადი, ხო, ეს არის 12, 6+6. აი გქონდ ერთი რეცეპტი გვაქვს ხოლმე, ხო? ესე ვთქვა რომ X პროტონს და X ელექტრონს შეურევთ, მუდამ ამას მიიღეთ. მაგრამ ეხლა ჩვენ გადავაბავთ ერთმანეთს. გვაქვს 12 პოზიცია. და უკვე ამათი თანმიმდევრობიდან გამომდინარე გვეცდება რაოდენობა აი ინფორმაციის, აი თუ გადავაწყობთ ესე შეიძლება იყოს, კიდე ასე შევცვალოთ, ასე და რეალურად ჩვენ გვაქვს 2 ხარისხი ვარიაცია კომბინატორიკა რა. ესე იგი 4000 ვარიანტი ამის ეს ორ კომპონენტიანი სისტემა 12 პოზიციაში დავარდეს. და ეს რო გაამრავლოთ თქვა 20-ზე აიყენოთ ეს ორჯერ არ გამოვდება, უკვე თავის-თავზე მრავლდება 16 მილიონზე არის. და აი ადამიანებში გვაქვს ჩვენ 4 კომპონენტი გვაქვს ჩვენ დნმ-ში და 3 მილიარდ 200 მილიონი ისა გვაქვს რა ქვია ნუკლეოტიდი. ესე იგი აი ჩვენ ესეთი რეცეპტების უსასრულო რაოდენობის შენახვა შემიძლია. შეიძლება რაღაც ვიკითხო. ბუდიში გავიგე ცოტა კარგად. ეს გუანინი ინფორმაციას წერს იმის ხარჯზე, რომ გააჩნია არაერთგვაროვნებები შიგნით? არა, გუანინი ინფორმაციას წერს იმის ხარჯზე, რომ მას შეუძლია დაიკეცოს სამგანზომილებელ მოლეკულას, პოლიგუანი შეუძლია. ანუ რამდენი ნაკეცი აქვს მაგის მიხედვით? კი, აი ხო გითხარით, აი თქვა თუ რომ ჰემოგლობინი მიიღოთ, ის უნდა სპეციფიურად ამინომჟავების თანხმდება ჩვენ ვიცით, ხო? ამის, მაგრამ ის მე რიბოსომა კეცავს, მაგრამ აკეთებს ზუსტად იმ სტრუქტურას, რომ შეიერთოს ის რაღაცა, ხო? აკეთე ჟანგბათი. ეს ორობით ენას ქმნის თუ არა, ეს არის პირველი ერთი ინფორმაცია კეთება, ეს საკითხი შეუძლია, მაგრამ უკვე იწყებს შემდეგ როგორ პროტოტერენებს თამაშს და შემოდის კომპლემენტარულობა. შემდეგ მოდის უკვე ორობითი და ისე რა. მე მრავლდება, მე ხდება დამრავლება. ამაზე ვფიქრობ ნაკეცების რაოდენობა შეზღუდულია თუ ერთად ნაკეცების დაკეცვის სახეების რაოდენობა. sorry, ეს 15 თუ როგორი კეცება, იცი? აკეთებს 4G ტეტრაც. აი 3S არის, მე ერთი კეთებ ყუთში. 3S ყუთი, 3S ყუთი და კეთებ ძალიან. აი ეს თქვი თქვა 4 შედა აიღო დიდი მოლეკულა, მაგრამ ეს 4-ზე გავიდეს და მე 2 გამოიყენოს ყუთში, ამას ვერ აკეთებს. აი 6-ზე ავიდეს და 3 გამოიყენოს ყუთში. ეს რომ წადეთ და შეგვაც. არაფერი არ კეთდება. აი თვითონ რაღაც უცნაურად ჩადებულია, ეს ამას შეუძლია მარტო 3 ერთზე, ძალიან სტაბილური. ძალიან ამაზე ხვალ ლაპარაკობთ რა. ხო და ეს არის პროტ ინფორმაცია რომ მას შეუძლია. აი თქვენ ფიზიკოსები ხართ გონი, ხო ფიზიკოსებთან. აი ეს არის აი ხალ ლაპარაკებს რომ მაგაზე რა, ეს რა. ჰოლოგრაფიული პრინციპია, პრინციპი ესა რა. რასაც ეს ისინი ამბობენ, სასტაინდერესი. ინფორმაცია რო შევინახოთ, ჭირდება მინიმუმ 2 განსხვავებული ელემენტი და ამ გუანინის შემთხვევაში ეს არის ან ერთი დახვევა, ან არა, ერთი დახვევა. ერთი ინფორმაცია სწორია, შემოდის დაგების ორი მაინც უნდა იყოს სიურპრიზი შემოდის. აქ არ არის სიურპრიზი, აქ არის მესიჯი, რომელსაც სიახლე არ შემოგვაქვს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მესიჯი რა. აი მას ვილაპარაკებს კიდე. ხო, მოკლედ, აი კომბინატორიკას შემოაქეს ინფორმაცია რა. ისა ინფორმაციის საშუალება, რეცეპტების უსასრულო რაოდენობა რა. როგორც კი გადავალთ, ჩვენ აი სიოცხლე რა არის? არის გადაბმული პოლიმერები, ხო? ნუკლეინჟები, ცილები გადაბმულები არიან, როგორც ენაში, როგორც კი ყველა ნუკლეოიდის და თავისი ადგილი თანმიმდევრობას ვერ ვანგრევთ, როგორც კი გავაფუჭოთ ის ბუშტება და გავაწყოთ, ეს თანმიმდევრობა შენახულია და შემდეგ აი კომბინატორიკის გამო გვაქვს მუზარმაზარი შესაძლებლობა, იმის შემდეგ რომ გვაქვს ამრავლებს კომპონენტებს, რაოდენობას აკეთებთ ხარისხი, რაც პოზიციების რაოდენობას, ხო? ეს მეორე ელემენტი როდის რა, მეორე ელემენტი როგორ წარმოიშობა? ანუ არ არსებობს მეორე ელემენტი ჯერჯერობით გუანინის ენაზე? მეორე ისიც რა, გუანინი კვადროპლექსებიდან გადის კომპლემენტარულობას და მე უკვე შემოდის აი აფეთქებას აკეთებს რა. ციტოზინი რო შემოდის მე უკვე უამრავი რაღაცა აკეთებს. მაგრამ ეს პირველი დამწყებია და პირველს აი ერენემ საყარო ვერ იწყებს, იმიტომ რომ თქვენ რომ დაიწყოთ უნდა უსასრულო რაოდენობის ისიდება, რა ქვია, ბიბლიოთეკები, რომლის ზომა აღწევს ჩვენ მთელი ოქია სამყაროზე დიდი გვჭირდება. ის რა ქვია რა, ყოლბა. კვადრუპლექს ახასიათებს ორის თეთრი, ორი მდგომარეობა, დაკეცილი და გახსნილი ეს კვადრუპლექსის ხო, ის მონოლოგი ხო, მაგრამ შეიძლება ის კვადრუპლექსი გაკეთდეს, კი ესეც მათ თავისუფლად ამას ვილაპარაკებ რო ხვალ რა.
რომ გუანინებს შეუძლია 4 წფე შეუძლია ერთმანეთს დაუშვენ და გააკეთონ კვადრუპლექსი 4 მოლეკულური. ეს არის და ამავე დროს თვითონ ჯარს თუ 15-მდე ადის, ეს თავისთავად დახვევა შეუძლია. ეს არის ინფორმაცია, ხო? სამყაროს სიცხე შექმნის შექმნას უკავშირდება უშუალოდ. მზე ძველი რესალი, ახლა ჩვენ ასტრონომიაში გადავდივართ ამას დღეზე დავამთავრეთ, მაგრამ მზე ახალი ვარსკვლავია რაც. ჩვენ ხო დედამიწიდან ჩვენ ვართ ძველი ვარსკვლავის ნარჩენი ვართ, სადაც ეს მთელი პერიოდის სქემა გაკეთებულია. მზეზე არის ჰელიუმი მარტო და პროტონი ჰელიუმში გადადის, ხო? და იმიტომაც ენერგია გვაქვს, ის ახალი ვარსკვლავია. დედამიწა არის ძველი ვარსკვლავის ნარჩენი და იმიტომაც გვაქვს ჩვენ სიცოცხლე. ეს მიკითხე შემეკითხეთ? აბა რა? ანუ ის ვირტუი თავარი სიცოცხლის ზე არის თუ არა? არა, არისია, ვაგე არის. ვირტუი სიცოცხლის თავარი არის, რომ უნდა შექმნილიყო ძველი ვარსკვლავი, დაცემულიყო, წყალი შექმნილიყო ამაზე, ტემპერატურა დასრულიყო, ეს წყალი არ აუქლებულიყო. ვინმე მიცოდეს რა არის სიცოცხლის ვირტუი. ხო, და ეს უკვე მერე იწყება სიცოცხლე, უკვე წყალს შექმნის. წყალი რომელსაც ტემპერატურა 0-დან 100-მდე, ხო? რა შეწყლის შექმნა ხუთი სულელი წარმოუდგენელი. მზე რას იძლევა? კი ბატონო, მზე ენერგიას იძლევა, ხო? რა ხამაზე ვილაპარაკოთ, მე შემიძლია ვილაპარაკოთ ამაზე. ხო, აი ხო მეორე სიახლე, ფიზიკოსების მოსაზრებით და ჰოლოგრაფიული პრინციპი, ხო? ამას ეს ხუთი და სასკანი ამობენ, რომ ისინი ამბობენ შავხროლებზე, ხო? რომ შეიძლება ინფორმაცია შეინახოს ნაკლებ განზომილებაში, ვთქვათ, შავხროლის სფეროზე გარედან დებს ინფორმაცია, ის რაც კეთდება, რა რეალობაც არის შავ მასში შიგნით, ხო? ესე იგი, რომ ორი განზო ორი დი გადადის სამ დიში, რეალობას ქმნის, ის რადგან ესე შევა წარმოვიდგინოთ, რომ ამ ოთახში რაც ჩვენ ვართ, ეს ჩვენ ინფორმაცია დებს კედლებში, ხო, რა. ეს საკმარის ეჭვით, რომ ეს სამგანზომილო რეალობა შეიქმნას, მაგრამ იქ რა ხდება არ არის, მაგრამ ბიოლოგიაში ეს ჩვენ გვაქვს. ეს არის სწორედ ჰოლოგრაფიული პრინციპი. რო ინფორმაცია დევს, აი თქო ტერენი როგორ გეთება, ხო? ეს არის უბრალოდ თანმიმდევრობა. აქ ჩადებული თანმიმდევრობისა, რომელიც იკეცება ქმნის მეორე სტრუქტურას და შემდეგ იკეცება მესამე სტრუქტურას. რო ინფორმაცია დევს ერთ განზომილებაში და გადადის ქმნის სამ განზომილებად მოლეკულას. აი შეიძლება ითქვას, რომ სიცხლის შემოგვ ორი რამ ეს გადაბმულობა პოლიმერის და შემდეგ ამ პოლიმერიდან გამომდინარე ეს ჰოლოგრაფიული პრინციპი, რომ ამხარებს ამას, რა ქვია, გენოტიპ ფენოტიპ შორის კავშირს. ერთიდე არსებობს ანუ იდე. ბატონო? სამყაროში ორი იდე ან ერთიდე ხო არ არსებობს, ეს თეორია უფრო. ხო, ახლა თქვენ შეიძლება მეკითხებით ეს ამის ფენოში არ არის, რა ვიცი, მე არ ვიცი რა. ხო, ეს მე ვილაპარაკოთ ამ შემთხვევაში. უბრალოდ აქ ამის რა აღარ არის, ხო? უცელი აიღება, ეგ იქნება ორი იდე. ხო. ერთიდი არის დაფიძულა, ორი იდე არის ფურცელი, სამი არის დაკეცანი ფურცელზე. აი შორლებია. არა, შეიძლება რომ მოგონი რატო არ არის ორი დი რატო არ არის ფურცელი. ანუ სიგრძე, სიმაღლე და სიგანე თუ გააჩინე სამი იდეა, ხო ეგრეა? კი ბატონო. მიახლოება ფურცელი, მიახლოება არის ორი იდეს. გულისხმობთ, რომ სიმაღლე აღარ გააჩნია. ბუნებაში არ არსებობს ორი იდე. ხო, ნუ ახლა ისე კონცეფტი გამოთქვით, ერთი დეც არ არსებობს და ოკეი. მაგრამ ეგ არის უკვე სხვა თემის ისაა, მე არ ვერკვევი, რა ვერკვევი. ოკეი, ბიოლოგიური ინფორმაცია ეს არის ნუკლეური თანმიმდევრობა ანუ გენოტიპი. ეს შეიძლება თქვა, რომ ესე იგი ბიოლოგიური ინფორმაცია ეს არის ეს პირველი ჩადებული ინფორმაცია, ეს თანმიმდევრობა ნუკლეური ჟავის. ეს არის ინფორმაცია, რომელიც იძლევა როგორ დაიკეთოს ეს მესამე სტრუქტურა. გამიზოდეს ლექციას უნდა დავაჩქარებ, ხო? ხო, ინფორმაციის ორი კომპონენტი გითხრათ არის კომუნიკაციული და ფუნქციური, მიზეზშედეგობრივი. ხო, აი კომუნიკაციური შეიძლება ინფორმაცია მიიღო და არ გამოიყენა. ამის კლასიკური მაგალითია თბილისის ტაქსისტები, ხო? ყველა საათ 4 დიპლომი. მაგრამ ადნა სამშობლო შეუძლია, რა? მაგრამ მაგალითად იმას რა არის? ილონ მასკს 1 ტრილიონი დიპლომი აქვს და 9 ტრილიონი დოლარი, ხო? იმას რა ქვია, ბილ გეიტს საერთოდ კოლეჯზე დაუმთავრებია. ცოტა ინფორმაციას იღებდა კარგად. შეიძლება სწორ გამოიყენა. და ესე თავარია რომ ამაზე ვილაპარაკოთ, რომ სწორედ რიბოსომა არის მიზეზშედეგობრივი კავშირის დამოყარებელი, ის არ არის ინფორმაციის გადამტანი. ეს არის შენობის კომუნიკაციის არხი, შენ უნდა გააკეთე ესე, რომ
იმისათვის ინფორმაცია გადასცეს, თქვენ ჭირდებათ ინფორმაციის წყარო, ინფორმაციის სიგნალში გადამყვანი, კოდირება, უკან გადმოყვანი, დეკოდირება და ადრესატი. ასევე გახმაური. ეს კაცი იფიქრება ინფორმაციის მამა და ის სულ უბრალოდ გადაცემის დროს რაც შეიძლება ხმაური შეუცილებია რომ ინფორმაცია ესე იგი შეცდომა ნაკლები გაპარული იყო, მაგრამ ეს შეცდომა ჩვენთვის აუცილებელია. ბიოლოგიაში ამ შეცდომის გარშე ჩვენ ვერც ვიარსებებით. ბიოლოგია ის არის, რომ ჩვენ გვაქვს მუტაციები, რომელიც არის მცირე რაოდენობის. რაღაც დონეზეა, თქვა მაგალითად ჩვენ გენომს იმეორებს დნმ-ი ის დაახლოებით 10 მილიონი ნუკლეოტიდში ერთ შეცდომას უშვებს. მეტი რომ დაუშვას, უკვე დაავადებები გვეწყება და მოვტებით. ნუ რამდენიმე თაობაში გადაგვარდება. მაგრამ იმაზე ნაკლებიც რო იყოს, უკვე ევროპის აღარ მიდის, იყინება. ამიტომ ეს შეცდომა აქ ეს კაცი ებრძოდა, ხო, ხმაურს უძახნა, ხო, ნოის. ეს არის ბიოლოგიის ესე იგი მამოძრავებელი ძალა რა, მცირე რაოდენობით. აი ახლა რო ავაგოთ, როგორც გითხართ, ამაზე მესეჯი ვილაპარაკე, აი თქვა რომ დედა წეს თქვა შვილს რეცეპტს რა, თქვა ხაჭაპურის რაღაცას. ხო, სწორედ მაგაშია საქმე, ჩვენ გადაცეთ თქვა კომპიუტერზე რაღაცას აღწევთ, ხო? შემდეგ კომპიუტერზე გადაყავს სიგნალში, ხო? ესე იგი ყოველი 100 გადაყავს ამ ნოლებში და ერთებში. ეს მე გადაიცემა ამ ნოლები ერთებით, მე დეკოდერს უკან ისე შემოყავს ესენი და შემდეგ უკვე აღწევს იმას. აქვეა შვილის იმას. და შვილი ხოლმე შემდეგ აწყვეტს, შეიძლება გამოაცხოს, შეიძლება სულ გამოაცხოს. ხო? ამ სქემაზე გვანინი ჯერ ასად არა. არა, გვანინი აქ არა. მოკლედ ინფორმაცია ხო, მე ხო ხტებით ესე ინფორმაციას არ შეუძლია გამოსვლა სიგნალის გარშე. ეხლა ჩვენ ხო ტელეფონით არ ელაპარაკებით, ეხლა თვითონ კომუნიკაცია ესეთი არ აქვს, ხო, მაგრამ მე რო ლაპარაკობ, ჩვენ ფილტრებს ვიყენებ როგორც ორგანოს რაღაც რა, ზუბერა და ხორხი წამოქმნის ახმებს, რომელიც თქვენს ყურამდე მოდის როგორც ხევები, წნება. და თქვენი ყურის ბარაბანი ამას გარდაქმნის და ინფორმაციას გაქვს, ხო? ეხლა ატმოსფერო გავიტანოთ აქედან, ესე ინფორმაციას ვერ შევძლებთ. თქვა შეიძლება ხილულზე შეიძლება გადავიდეთ, მე ისე ულტრა იმის შემდეგ ელექტრომაგნიტური ტალღები გვექნება ინფორმაცია, ხო? ამიტომ როდესაც ინფორმაცია რაღაცაში დევს, იმას თქვენ ვერ წაიკითხავთ, თუ სიგნალში არ გადაეწყო. ეს არის შენონის არხი ამას აკეთებს რა. და ინფორმაცია გავსე პოტენციურ ენერგიას. მუშაობა სულდება პოტენციურ ენერგიის კინეტიკურ ენერგიაში გადაქმნისას რა. იქამდე ეს თქვენ ვერ იყენებთ. რაღაც არის, მაგრამ ვერც გიგზნობთ არის ხო არა რა. უნდა გადაიქცეს სიგნალში, სწორედ ბიოლოგიაში ეს არის სიგნალი ანტისენს, ასე ჩვენ ვთქვი, რომ ჯადო ბიომაქსი ჯაკში გაქვთ ინფორმაციის სენს რა, ერთი წელი და მეორე არის უაზროა. აი ეს არის უკვე სიგნალი. გაქვთ ინფორმაცია ერთ ჯაკში და მეორე ჯაკი არის უკვე ეს სიგნალის ისა, უაზრო ჯაკი. და აულა იცით რა პრობლემა შეგვიძლია. ეს არის ბიოლოგიური, ბიოფილოსოფიის წიგნი ერთ-ერთი მთავარი წიგნი, სადაც ისინი წერენ, რომ ესე იგი ბიოლოგიური ინფორმაცია არ შეესაბამება შენობის ახსს, ამბობენ. იმიტომ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ კრიკის დოგმას უყურებენ. კრიკის დოგმიდან გამომდინარე, რომ ვერ ააგებთ შენობის ახსს. და ამბობენ ბოლოს, რომ რომ ისეთი უაზრობა არის, რომ იქნება რომ მოდიოს საერთოდ მოლეკულურ ბიოლოგიიდან და ბიოლოგიიდან ამოიღოთ ტერმინები ინფორმაცია. იმიტომ რომ ეს ისეთ გაუგებრებს იწვევს. და ეს არის სწორედ აი ეს კრიკის არასწორად შეგნების შეკაკეთებული დოგმის გამო რა. შუაშორის ეს არის აი ამ ფილოსოფოსებს უპასუხო შემდეგ ამას 2000 წელს ეს არის ცნობილი ბიოლოგია სპეციალურად მოიყვანა ეს მისი დამსახურებები, ხო ეს არის ერთ-ერთი უდიდესი დარვინისტი. და მანაც კი ვერ ააგო, მან წადა აეგო შენობის სახე, მაგრამ ესეც აგებს ცილასა და დნმ შორის. შემდეგ კი გადაიბეჭდა ეს ორი მთავარი წიგნი, რომელშიც მათ ააგეს ყველაფერი ზუსტად არასწორად დნმ-სა და ცილას შორის და რეალურად ჩაკეტეს ამითი, ამიტომ ქონდათ ბიოლოგიების ის აზრი, რომ საერთოდ ბიოლოგიაში ინფორმაცია ლაპარაკის და შეიძლება რომ შენობის აქვს ვერ აგებ, რაღა ინფორმაციაზე ლაპარაკი, ინფორმაცია გამოვიდეს, უნდა შენობის ერთ არც დაიქმნება აქვს. მოკლედ აი ეს რომ გაჩვენოთ ახლა პროსტრაფად, ეს არის ეს პირველი ვარიანტი დიაგრამი იმის სმეთის. აქ ყველაფერმა მიუთითო, მაგრამ რა ეს რა არის წყარო, რა არის მიმღები, გადამყვანი, გადმომყვანი და ასევე ვინ არიან მიმტანები. და აი რაღაცებს უთითებენ RNA, აქ ამბობენ ეს არის რიბოსომა. მაგრამ აქ მაშინ უნდა იყოს რიბოსომის საწინააღმდეგო პროცესი, ეგეთი არ არსებობს, ეგეთი ვერ ისაა. იმიტომ რომ რიბოსომა რას აკეთებს? 64 ტრიპლეტი აკოდირებს 20. ეს შეიძლება გააკეთოს. მაგრამ 20 ხო 64-ის კოდირება არ შეუძლია, მათემატიკურად შეუძლებელია. ესე იგი ეს არასწორია რა თქმა უნდა. რატო რომ აი აგებული ესე კონდუქტი გაჩვენებთ ახლა დოგმას, რა? აი კაცილა
მაგრამ დნმ ზუსტად ეს არის ამაზე აწყვილი პროტეინით ნებული რნმ აქა დნმ აქა მაგრამ სწორი თეორია იქნება თუ აგეთ აი ესე გენოტიპში გაქვთ დნმ მატარებელი დნმ არის წყარო თქვა დიდი ვექტორი genetic information რომელიც გადაეწყობა დნმ-ის დნმ რეპლიკეს გადააწყობს ამას სიგნალში რომელიც არის ანტისენსი და შემდეგ ანტისენსი ტრანსკრიპტაზე გადმოაწყობს რნმ-ში და შედის ეს შემდეგ რიბოსომაში და რაც რიბოსომა არის ბოლო წერტილი რიბოსომის გარეთ პროტეინი გამოდის ეს უკვე ინფორმაციის მატარებელი აღარ არის ასევე შეიძლება ეს რნმ-ს რნმ-ი არის ხო ისე რიბოსომი როცა ჩვენ ვიყენებთ ეს ყველაფერი მოქცეულია რიბოსომაში ეს არის ყველა შემთხვევაში დაიკეცოს ესე გამოვიდნენ გარეთ მაგრამ ესენი უკვე სიგნალი არხის ნაწილი აღარ არის მოკლედ ბიოლოგიურად ორი ტიპის ინფორმაციას წაკითხვის ამოცნობს ციფრულს და ანალოგურს რა აი ხა არის ანალოგურის გაციფრა თუ ანალოგური ახსნა და რა არის ანალოგური ინფორმაცია არის აი ესეთი ამარი ცოტა მაგრამ აი მაგალითად თუ ხატავი თუ ხატავს პირდაპირ მოდის მაგარი შევლე პირდაპირ დახატავს ხო ესე რაღაცა ეს იყენებს ამ ანალოგურად ამოცნობის მეთოდს ხო მაგრამ ეს არის დიურერის გერმანული რენესანსის ამ ხელს მივოთ ნახატი ხო ეს არის ალბერტ დიურერის ნახატი საკითხებს როგორ შეიძლება დაიხატოს რომ თქვა პირდაპირ კი არა შეიძლება დაიდო ესეთი ცხრილი გისოსი თვალი დააფიქსირო და შემდეგ აი იგივე რაოდენობის ოთხკუთხედების შექმნა და ყოველი ოთხკუთხედი გამოხატო ეს არის პრინციპში ამ ანალოგური ინფორმაციის გაციფრა ხო, მაგრამ ნუ ეს არის გაციფრა, ხო. აი შეიძლება ეს შევხედოთ, რა, ანალოგური და ციფრული ინფორმაციის გამოსა. ერთი კიდევ ვარიანტი შეიძლება იყოს, აი ეს სულ ანალოგურია, ხო? იმიტომ რომ აქ პროგრამის აგულერისას იყო არ დავსო ისო რა ქვია, სკვერიგას, პერიგას, დინახების კონდიცია, ხო? მაგრამ ეს არის ყენე, სხვა ხანდაკებაში ვერს გამოიყენე, ხანდაკებაში რომ გამოიტანო ციფრულად, რა ხანდაკების ყალიბი დააკეთო. ისიც ციფრულად დაახერხო იქაც, აი აკეთებ, ხო შეიძლება აი არის ხომ ინტენსი იპოვეთ აინშტაინის ბიუსტი, მუყაო დაჭერილი მუყაობით გაკეთებული, თუმცა ყოველ მუყაოს აქვს თავისი პერიფერი და ლაგდებიან ესე, შეიძლება დაახერხო ეს რა და მაშინ იქნება ციფრულია. აი ეს შეიძლება ნახატი თვითონ მონალიზას ანალოგურია უკვე პროდუქტი. მაგრამ ისე თუ შეიძლება აი ჟაკარტის მანქანაში შეიტანო, ჟაკარტის მანქანა სხვა შორის არის, მე-17 საუკუნეში იყო უკვე როგორ შეგეძლო გობლენების კეთება, თქვა და ამის მიხედვით ეს ნახტების შესაძლებლობა იმას რომ კავი სადღაც ჩადის და ან არ ჩადის. ამოაქვს ძაფი, ან არ ამოაქვს და ეს იქშობ და ეს შეიძლება გადააწყო აი ეს ანალოგური ინფორმაცია გადაიტანო ციფრში რა. მოხსოვს მაგ მანქანას უკაცრავად ჟაკარტის მანქანა. ქსოვილი ასევე ჟაკარტის ქსოვილი. ხო მე-17 საუკუნეში გამოყენეთ თქვენ ალბათ გახსოვთ, შემხელები ისო გახსოვთ რომ თავდაპირველად კომპიუტერში აი ესე ინახავდნენ ინფორმაციას. ამენ ერთობარათები ეს იყო რა და აქედან აღებდნენ ერთობარათები პრინციპში. და დაახლოებით რამდენი ნახატი ინახებოდა იქ? კარგი შეკითხვა, ესე იგი როგორც მე მესმის, აი ეს ერთი რაღაცა შეესაბამება ერთ ზოლს. ეხლა ეს ამაზე არ არის. აი თქვა გობლენს აკეთებს, ხო? ის ერთი ზოლი, შავი, თეთრი, ფერები შეიძლება ჩაუვიოთ. ძნელია ფერები შავი, იმიტომაც ეხლა აქ სულ რაღაც ერთი ფერი გქონდა, ხედავ? და შავ-თეთრი კეთება მარტივია. შავი, თეთრი, ნაცისფერი ერთს მოიყვანს, არ მოიყვანს და ყოველი ნახატი შეესაბამება ერთ ზოლს. შემდეგ ზოლს და გობლენებსაც ექსეულობდა. აი ნახატებს ჩვენ ფარდაგებს ვაკეთებთ ჩვენ წინაპრები, რაღაც ნახატის გავს ედოთ უკან და იმას მიყვებოდნენ. ზუსტინა ნახატი ინახება მარტო ერთი. შეკითხვაზე რო გავცეთ პასუხი, მაგრამ ზოგადად არეული ნახატი თუ გჭირდება, არა უკვე არის ესეთი ჩამოყალიბებული სურათი კი არა არეული. მაშინ კუბიკების რაოდენობა რამდენიც გაქვს იმის ფაქტორია. ხო, ხო, აქ ვილაპარაკე, მაგრამ აი ეს ჩამოთვლილია, მოკლედ აი ციფრული ინფორმაცია ეს არის კაცად გასაზღვრული ცალკეული მონომერის სიმბოლოს კრებულით. ამ სიმბოლოს ფიქსირებული განლაგება გამოშვებული ციფრზე, ფიქსირებული მიმართულებით, როგორც კი რომ ენას ყველაფერს მიმართულება უნდა კონდეს. ცილას თითქოს გავს, მაგრამ აი შემოდის შემდეგ ამ თემის მე სხვა სიმბოლების კრებულის თანხებს ნაბიჯ-მაჯი განსაზღვრა, გადაწყობა. აი ენას როგორც კი ჩვენ შეგვიძლია ყოველ ბგერას გადავაწყოთ ნაწილში, ასოში. ნუკლეინის ჟავას შეუძლია გუანინი გადააწყოს ციტოზინში. ციტოზინი გუანინში. გადაწყობა შეუძლია და ცილას ეს არ შეუძლია. ამიტომ ცილა ერთ მოთხოვნას ვერ ასრულებს რა. აი გადაწყობას.
და რაც მომდ ცილო ინფორმაცია არის პირობით ის მას არ აქვს ეს ფუნქციონალური ის რა დაგით ზურაბის რა უბრალოდ ერენის თანამდებობა თუ გაქვს ის უნდა გადაეწყოს ცილაში რაღაცა გამოვიდეს იქამდე მას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ როცა ხო და ხო მე ანალოგიურად ანალოგიური პროცესი შემოაქვს რა აი ეს პროცესი არის ციფრული რა აი ეს პირველი როდესაც რიბოსომა კითხულობს ამებს ტრიპლეტებს გადაყავს თითოეულ ამინომჟავაში ეს არის ციფრული მაგრამ როდესაც რაღაცა ცილას გააკეთებ და ეს ცილა მე სხვა ცილას დაუკავშირდება ამას ამოიცნობს ეს უკვე ანალოგური ინფორმაცია ხო ამიტომ ბიოლოგიური აი რიბოსომის შექმნამდე ეს ორი ვარიანტია ეს არის RNA სამყაროს თეორიის მთავარი მექანიზმი რომ აი შეიძლება აი როგორც ტერენი კეთდება კომპლემენტარული გამოკლებით შეიძლება გააკეთდეს ეს მესამეული სტრუქტურა რომელიც ფუნქცია შეასრულებს და მეორე არის ეს ჩემი რომელიც აი გუანინებს პოლიგუანის შეუძლია დაიკეთოს და შექმნას ეს კაცრად განსხვავებული სტრუქტურა რომელიც იწყებს პროტოტერენების როლის თამაშს ამაზე ხვალ ვილაპარაკეთ ხო მოკლედ აი ეს არის რომ აი საინტერესო რა არის რომ ბიოლოგიას რასაც ჩვენებს თავდაპირველად ჩვენ გვაქვს ანალოგური ინფორმაცია ეს და ეს ორივე ანალოგურია ამათ შემოყავთ ეს ციფრული რომელიც უკვე იძლევა საშუალებას გააკეთოს ძალიან კარგი ენზიმები იმიტომ რომ RNA-ს არ აქვს ისეთ საშუალებები გააკეთოს როგორც ცილას RNA-ს შეიძლება ინფორმაცია შენახოს ცოტა და რაღაცა კატალიტიკური თვისებები აქვს მაგრამ ცილას ინფორმაციის შენახვა შეუძლია მაგრამ RNA-ის მეშვეობით ის აკეთებს რაღაც ფანტასტიკურ ენზიმებს ყველაფერს კეთება შეუძლია და როგორც გითხარით ამის მერე ანალოგის შემოყვის ციფრული და ციფრული შედეგები გადაეწყობა ისევ ანალოგურში როგორც სხვადასხვა ზენაშიც უნემს ველაპარაკეთ და ესეა აი ბავშვებს რომ ვასწავლეთ ხოლმე ხო თავიდან ნახატს ვაჩვენებთ ეს ანალოგურია ხო და მე ზიან ბავშვებს წლებით თვი და ჯახი რომ წვალობენ რას ვაწოლეთ ამ ბავშვებს ხო იყოს ესა მაგრამ ამით ხო ინფორმაციას ვეჩადე ვერ გაგოსებ ბევრად ხო და მე მაგრამ საინტერესო რა არის გარკვეული ხნის მერე ბავშვების გადმოდიან ანალოგურზე ისე ეხლა თქვენ ამას კითხულობთ ასვენ თქვენ კითხულობთ არა ცნობ ციფრებს თქვენ აღაჩინებთ უკვე ციფრული ის არა აი საოცარი შენ უნდა გისრა 20 გამომოსე არა შეიძლება თქო მაგრამ აი ბიოლოგიურ უცებ წინადადებს ასე კი ამოიცნობს უკვე გადადიხარ ისე ანალოგურზე ხო აი ეხლა აი შევადავთ ეს არის 5 ციფრიანი ლექსი ეხლა შევლები წაიკითხოს მის ხაზ ალექსია თქვა რომ დარჩენილი ყავით იმაზე რა ქვია ხატოვან იეროგლიფებზე ნიკა შეგიძლია წაიკითხოს რა თქვა რაღაც აი წვიმს მერე ნუ წვიმა ქონდა რა წვიმა კი ქართული ხა გაჩვენებთ ეს ამოწევდი მიწევდი მეორე სასახლეა აი მუზეუმია ვიცი არა მუზეუმი ხო არა ძნელი საქმიანია ნახატი ხო ცოტა დიდი ნახატები რო იყოს ზუსტად 48-ში დამთავრდა შო ხო მოგა ვერ მიყვება აი მაგაშია პრობლემა ბატონო რევოლუცია აი ესა მე დამომწონდა ეს ახალგაზრდობაში ეხლა დამომწონდა ეხლა წარმოიდგინეთ გვერდის ყავსანი დასაკითხვა აბა ის უფრო ადვილი იქნება მე მგონი ეს ცოტა ძნელია არა ხო შეიძლება მე არ გავაკეთე კარგად მაგრამ რაც ახლა წარმოიდგინეთ გვერდის ყავსანი ხატორი რო ყოფილიყო ფანტასტიკური გადმოეცა ხო არ გადმოსულიყავით ამ ციფრზე სწორედ ესეა ციფრზე ჩვენ ცილებს გამოდიოთ მაგრამ ცილებს შემდეგ შემო სხვა შემთხვევაში რიბოსომას მეათ 50 ზოგჯერ 70% თემი ენერგეტიკის უძილეს იმდენად რთულია გაკეთება მაგრამ სამაგიეროდ შემოვდა მე რო ყველაფერს ვაკეთებია ვარ ეგრე ხო ინა ცილებს გარშე ჩვენ დღეს ვერ გემოდით ჩვენ რამდენიმე რიბოზომია რომელიც რაღაც ფუნქციას ასრულებს ხო მოკლედ ეს იყო რა ჩემი ლექცია დღევანდელი და უბრალოდ ბოლოში რამედება მე თქვა იცი აი საოცარი რა თქო ფიზიკოსებს საინტერესო კომპლემენტარულობა კრიკის შემოტანილი არ არის ესა ბორს კონდა ნახო ბროვის ნათქვამია და მას ყველას ეს მისი გერბია აი ეს ჩინური სუარი რა კომპლემენტარული აღებული რომ
dualism, quantum dualism, wave particle dualism. აქ კიდე არის ეს მართლაც აი DNM-ის sense anti-sense duality. ესე იგი ორივე ერთმანეთს ავსწრებენ, აი როგორც ეს yin-ი თუ yang-ი ერთმანეთს ავსწრებენ რა. რაღაც ანალოგია აშკარა. ანუ ეს რაც არის ჰომოპოლინი, რაც ადამიანის DNS-ი ძირთან, რომ თავდაცვით ინფორმაცია შეიცავს. ან გადარჩენის ყველაფერს შეიცავს, კი. და ჰომოპოლინი ისე რომ ერთი ნუკლეოტიდიდან მხოლოდ რა მეორდება ეგ სულ. მარტო გუანინი, მარტო ადენინი, მარტო ციტოზინი. მარტო გუანის შეუძლია ეგეთ უკლებს შექმნა. სხვა ვერაფერს ვერ ქმნის შეიძლება. მოკლედ აი ეს მითო და ეს კატო გადავა სწორად შექმნა, თუ გინდა სწორად მარტო ვასწავლოთ სწორად და ცოტა რთულად არ ნაჩვენები, მაგრამ ეს არის ბოლო სლაიდი, არა? მართლაც შავი ისრები შეესაბამება ციფრული ინფორმაციას გენეტიკური ფრის გადასვლას. ისინი DNM-ში შედიან, DNM-ში, DNM-ში, ეს ყველაფერი არის. შემდეგ ციფრად ციფრული ინფორმაციის ანალოგურში გადასვლა. რიბოსომა მას აკეთებს, უკვე შედება ანალოგური ინფორმაცია და ლურჯები არის ცილების მიერ, ცილებზე მუშაობა, ცილები DNM-ში epigenetics რომ ამბობენ, ხო, უკვე ცილებს შეუძლიათ შემოbrunდნენ და DNM-ს რაღაცა უთხრან, რაღაცა უბანი თქვა დაბლოკონ, არ დაბლოკონ. ეს უნდა და კრიკს რა შეებრძოდნენ, იმას კი არა რომ ცილებში რატო შეუშვა ინფორმაცია, რატო უკან არ გამოგოს, ყველას უნდა ეჩვენებია ენახა რომ აი თქვა ევოლუციური მუშაობს, თქვა რამდენიმე ვარიანტი გაკეთა, ხო? შემდეგ საუკეთესო შეირჩა, მე რომ საუკეთესო შესულიყო უკან გენური იმაში, რა ფონდში. და ამის დანახვა უნდა, მაგრამ ეგრე არ გამოდის, უბრალოდ ანალოგური ინფორმაციით ცილას გავლენა აქვს DNM-ში, მაგრამ მას არ შეუძლია ციფრული ინფორმაციის უკან შეტანა. და ეს არის სწორი ვარიანტი რა, მწვანეთან ნაჩვენები უკაცრავად ისა. ანალოგური ინფორმაცია RNA-ს, RNA-ს თავისთავად შეუძლია მუშაობა, პროტეინების გავლენა შეუძლია, ეს არის რიბოსომის კეთების დროს RNA-ი აკეთებს პროტეინს, იმიტომ რომ პირველი ისა რა მანქანა და რომელიც თავიდან ცილა არ არსებობდა, იმიტომ რომ რიბოსომა მთლიანად მუშაობს RNA-ს, ცილების ზიან პერიფერიაზე. იმათ თუ წასული უკვე წვეთს მუშაობს, მაგრამ ესე გვიან მოსულები არიან. მადლობთ, რომ ეს უკითხავთ ეს ლექცია. რაოდენობა უფრო ნაკლებია რა და ანალოგში მაგალითად იეროგლიფებსა და იმას შორის ხო ალბათ ანალოგია რაც გააკეთეთ ალბათ კარგი არის რა მაგრამ პრინციპულად იეროგლიფებიც და ანბანიც ერთ და იგივენაირად მუშაობს. მუშაობის პრინციპში მაგათ შორის განსხვავება არ არის. განსხვავება არის უბრალოდ იმაში თუ რამდენად უფრო მოქნილია ერთი მეორეს საშუალებით. ეს პირობითია, იგივე ახლა ჩვენ ვამბობ, DNM-ი არის ციფრზე დალაგებული და ეს სტუდენტი აპოფებდა გამბავი. მართალია, შეიძლება ჩვენ მაგას გამიხილავთ ციფრ, მაგრამ როგორ არის ციფრ აქ არის ფუძე, შაქარი, ნუკლეოტიდი, ცირცულებია. მაგრამ ეს შეიძლება აღიქვას როგორც ციფრი. მაგრამ თქვენ თუ ორმას პირას შეხედათ, მას უკვე სამ განზომილების თვისებებიც აქვს. სწორია ეს პირობითია, მაგრამ ეს დაყოფა რო ადარებთ ერთმანეთს, ეს აშკარაა. არის ანალოგური და არის ციფრული. აი თქვა იგივე შეიძლება მე ეს ჩვენი ცილებში ჩადებული ანალოგური ინფორმაცია შეიძლება გადავიდეს მე ისევ ციფრში. აი მაგალითად ნეირონული ჯგუფები როგორ მუშაობენ ესენი ცილები აწვდიან ინფორმაციას, ხო სიგნალს. კარგი ანალოგი მაგალითად კლავიატურა იქნებოდა რა, ანალოგიდან ციფრული ინფორმაციის გადაყანის და მონიტორი პირით, მაგრამ ესენი ხო ცალკე კლავიატურა არ არსებობს, კლავიატურა არსებობს რაღაცა პროგრამასთან ერთად, რომელიც ეხმარება კლავიშებზე ხელის დაჭერით მიღებული სიგნალების ორობით სისტემაში გადატანას. ხო, ამ შემთხვევაში რიბოსომა გავს კლავიატურას თუ მონიტორს. ნუ რავი, კლავიატურას მონიტორს, არა, რიბოსომა გავს კლავიატურას. ერთი შენიშვნა. იეროგლიფს არ შეუძლია რთული კონსტრუქციების აღწერა, ის რაც ენას შეუძლია. ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ვადარებთ ერთმანეთს იეროგლიფს და დამწერლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რთული კონსტრუქციის აღწერა არ შეუძლია. მე მქონდა ლინგვისტებთან მაგაზე მოხსენებას უსმენთ. ალბათ წესების რაოდენობას გააჩნია. შეიძლება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაშინ უსასრულო რაოდენობა იეროგლიფი გამოგდის და ვერ იმახსოვრე, ხო, ვერ იმახსოვრე მაგას. ვერ დაიმახსოვრე. ხო, აი ეს სხვადასხვა იეროგლიფებში, აი, ხო, უკაცრავად, ეგვიპტის იეროგლიფებში უკვე იყო რაღაც წვალობდნენ, უკვე ასოები შექმნა. აი, მაგრამ კატას ნახატიცანი და კიდე მია უქვია რაღაცა ასოებს წერა. ზურჯო ამჟამად ჭირდებოდა ეს და მე ფინიკელება ხეს პირველად ეჟიპტურა, საერთოდ კაცობრიობის ყველაზე დიდ ნაბიჯად. მე წასმგონია
ეს იყო საშუალება რომ უკვე დაბრუნებული ინფორმაცია შეგვენახა და გადაგვეცა. და გაგვემჯობესებინა რა და ეს იყო მართლაც მოკლედ აბსტრაქციის ნაკლები შანსიც აქვს იეროგლიფებს ყველაფერთან ერთად. გარდა იმისა, რომ თუ ენობრივ კონსტრუქციებს ვერ გადმოცემ, უბრალოდ მახსენდება, რასაც ლინგვისტები ამბობდნენ, მეტი არაფერი და კიდე აქვს აბსტრაქციის შანსი არ აქვს პრაქტიკულად იეროგლიფს, აბსტრაქციის იმას ენას. იეროგლიფს არ. ჯავახაძის ლექსი წაიგიხარ მე? მე წესებზე ავიყავით შეთანხმებული. ხო. თუ წესებზე შეთანხმებული ბევრი წაიკითხავდა. არა, მაინც აი წვიმს ხო რავი ახლა მე კონგა დავინახე. კონგა. როგორ კონგა და ტაძარი და მუზეუმი ვერ ვტარიყავ, მაგრამ სურათი მკვეთრი არ იყო ჩემთვის და მაგით ვიმშვიდებ თავს. ხო, გეტახმები, პირობიცია, მაგრამ აშკარაა განსხვავება შორის. აი მაგით დავამთავრო, შეიძლება ჩვენში ციფრი ისევ შემოდის, აი ჩვენი ნეირონები ესე უკავშირდებიან სპაიკებს გადასცემენ, მუხტებს, თანმიმდევრობას, პენ და ამის აგებია. უკვე ეს ცილა ანალოგიური იწყებს თანმიმდევრ რაღაცას. არის ანალოგიური გამოდის ციფრში, მე ანალოგიაში ისევ ციფრში გადადის, უკვე დიდ ობიექტებს იყენებს რა და ეს მუდამარი რაღაცა დაგვარი. ეს შეკითხვა მაქვს. აი როდესაც ესეთი მოდელია, რომელიც მე წარმოადგენს. უბრალოდ მე ვერ ვიხდი, ეს მოდელი უნდა უზრუნველყოფდეს საუკეთესო სამორჩევას. საუკეთესო მაგალითად შეიჭრა რაღაცა 5 ვარიანტი და იმ 5-დან საუკეთესო უნდა გადარჩეს. და მე ეს ინფორმაცია უნდა დაბრუნდეს უკან. სწორედ. კარგი შეკითხვა. ხო. ეხლა წარმოიდგინეთ, მაგასო ქონოდა გაეკეთებია. აი თქვა 5 ვარიანტია და ერთი ცილა გამოვიდა კარგი. და ეხლა მასო ქონდა საშუალება დნმ-ში შევთქვა რომ აგერ არის ბატონო ცილის თანმიმდევრობა და შეიტანეს დანარჩენი გადაყარა. ხო. ეს იქნებოდა ფაშისტები შეგვიძლია, ხო რომ რაღაცას ხოცავთ. აი ბუნება არის ტოლერანტული. რასაც რომ ჩვენ თანხმობთ ვისწავლოთ, ხო რომ ის არის რა ქვია რომ ყველას უნდა მისცეს შანსი. დღეს რო შენ რაღაცა გაიგონია, ხვალ შეიძლება ეს მოგდეს სუსტ მაჯოროს. ის მცირეწლოვანი შეცდომა. კი, ეპიგენეტიკა მუშაობს. აი დღეს ეს არის კარგი და უკვე ცილა ამას მარტივად აკეთებს. დნმ-ში არ შედიან უკან, მოდი იმას უფრთხილდებიან, მაგრამ ეუნებიან, მოდი ეს აირჩიოთ. ამისა ეს ასეთ საშუალებებს რომ ვარიაცია დარჩეს სელექცია რა. იმიტომ რომ შეიძლება სხვა შემთხვევაში ეს აღარ ვარგოდეს. აბსოლუტურად. კი და მე რამე გადაასწროს.